მუჰაჯირების გზა, ასე ქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა კინოთეატრ ამირანში გაიმართა. ფილმი ახალგაზრდული მოძრაობა ამრას მიერაა გადაღებული და მუჰაჯირების ისტორიას გვიყვება. მთავარი პერსონაჟები ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები არიან, რომლებიც აჭარაში მოგზაურობენ მთავარი შეკითხვით. რა იყო მუჰაჯირობის მთავარი მიზეზი? როგორ შეინარჩუნეს გადასახლებულმა აფხაზებმა თავიანთი ეთნოსი და იდენტობა? 4 რეალური გმირი, რომელიც კითხვებს პასუხობს, რეალურ ისტორიებს იხსენებს, უემოციოდ მაყურებელს არტოვებს. ფილმი მუჰაჯირების გზა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ინფორმაციის გაზიარება უფრო ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენი აჭარელი თანამოქალაქეები, ვინც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ ფილმის მომზადებაში და გადაღებაში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რამე თუ ინფორმაცია მუჰაჯირების შესახებ, ამ პროცესის, ტრაგიკული პროცესის შესახებ არის ძალიან მცირე და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის სწორად და დროულად გავრცელება. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ფილმი, რომელიც ვნახე. და ვფიქრობ, სწორედ ჩვენზე, აი შერეული ოჯახების წარმომადგენლებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე გულით გირჩევთ, რომ ნახოთ ეს ფილმი, საოცარი თხრობა მთავარი გმირის, რომელიც ყვება ამ ისტორიას და მე ვფიქრობ, თავის ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეს ფილმი გააკეთებს. თავარი არის სამი გზავნილი, რომელიც ამ ფილმში გაჟღერდა. პირველი ის, რომ ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ისტორია უნდა გვახსოვდეს. მეორე ის, რომ აფხაზური ენა არ იდევნება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და პირიქით არის სოფელი ფერია, სადაც ეს ენა ისწავლება და მესამე და მთავარი ის, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ჩამოვიდნენ, ასე ვთქვათ, ოკუპირებული აფხაზეთიდან, დაურგუავა, ასევე აფხაზი გოგო მილენა აჟრება, ანუ ჩვენ მომავალი თაობა არის შერიგების მომხრე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და გვინდა რომ ასე ვთქვათ მაგალითი ვაჩვენოთ ჩვენს თაობას ორივე ენგურს, ორივე მხარეს, რომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მტრები და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მესამე ასე ვთქვათ ძალის ინტერესებში, რომ ჩვენ ვართ ასე დაყოფილები.